ოჯახის მნიშვნელობა და ცოლ-ქმრული ურთიერთობები, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები და გახშირებული ძალადობის გამომწვევი მიზეზები. პატრიარქმა თავის ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეში ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. უწმინდესმა ეპისტოლეში ოჯახური ურთიერთობების 4 ეტაპი გამოყო და თითოეულ ეტაპზე ქალისა და მამაკაცის როლსა და ფუნქციებზე დაწვრილებით ისაუბრა. დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამიანის მოდგმა განხრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფეო ღირსებით იმოსება. მილოცვის შემდეგ პატრიარქის ეპისტოლეში ხაზი ოჯახის მნიშვნელობასა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობას გაესვა. ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება ღვთის მადლს. აქ ერთი პიროვნება თავს უძღვნის მეორეს იმისთვის, რომ ერთად იზრუნოს ცხონებისათვის, ნათქვამია ეპისტოლეში. ისინი ორნი არიან, ერთ სხეულად გამთნიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხტს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ, თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. უფუნქციოდ დარჩენილი მამაკაცების დიდმა ნაწილმა ოჯახის მარჩენალის ფუნქცია დაკარგა და იგი ქალებმა იტვირთეს, რამაც ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ოჯახის ფუნქციური ბალანსი დაარღვია, ნათქვამია ილია მეორეს მიმართვაში. მამაკაცების გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმო და უფუნქციო დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. პატრიარქმა ყურადღება ბოლო დროს ოჯახების ნგრევის მიზეზებზეც გაამახვილა. ნაადრევი ქორწინება, წყვილების ცხოვრებაში მშობლების უხეში ჩარევა, ოჯახური პასუხისმგებლობის უგულებელყოფა, ნარკომანია და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. ეპისტოლეს მიხედვით ეს ცოდვები ღვთისგმობად მიიჩნევა და მისი გამოსწორება მხოლოდ ლოცვითა და მარხვითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი, არის ნარკომანია. ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტი გამოყენება და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანზე ზემოქმედება. საშობაო ეპისტოლეში ყურადღება ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობასა და თვითმკვლელობებზეც გამახვილდა. ეპისტოლეს მიხედვით ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულით და kveli საქმეებითაა შესაძლებელი. მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურობის გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც. ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ილია მეორე მიმართავს მართლმადიდებლებს, რომ სიტყვით მაინც დაეხმარონ ერთმანეთს, განწმინდონ სული და გული, აპატიონ და მიუტევონ, რადგან ღირსნი გახდნენ, მიეგებონ მაცხოვარს. დედა ღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი